შევადღებ შიდობისა ჩემოკარგებო როგორ ხართ რა შვებით რაღაცები მოვიმარაგე პომიდორი ბულგარული პიცა გახერხილი ყბელი უნდა გავაკეთო პიცა შეხვი არ გვაქვს და არცაა საჭირო ტომატს გავხსნი ძიეზე მოსასმელად ციგარში როიდო აპინულა მიყვარს ასეთი ბანკები მე ვინახავ სულაც არ ვაპირებდი გაკეთებას და ეს შევნახია ცომი მეგონა მითხარიო გუშინ წინ გავაკეთე მგონი ხო და ბარემ გავაკეთე ძალიან კაი გამოდის ასე და გემრიელი ხლა რა მინდა მას ტომატი მაქვს აქ ვილი ეს ასე დავდოთ და დავჭიროთ ახლა გავამზადოთ კარგად კი არ ჩანს მაინც არ გამოჩნდება არაფერი გაუყო ბულგარული რომელიც ეს მეყოფა მე იმიტომ რომ დიდ პიცას კი არ ვაკეთებ, პატარა იქნება. ეს დანები კრილს მე მთხოვე. ეს არც გადაგებას გეგმავდი არაფერი. და მოდი მიფიქრე გადავიღებ. გუშინ გადავიღე, მაგრამ არ დამიგვიეთ ჯერ იყო ერთხელ შუქი არ იყო და მაინც გადავიღე იმის. ხო და ნახოთ, შეიძლება დავდო, შეიძლება არა. არ ვიცი. ეს დავჭერი არა იქნება. მე გაჩვენებთ როგორ იქნება. ჩვეულებრივი წიწაკაც მინდა, რა თქმა უნდა, სიცხარე ხდება, მაგრამ ეს თუ იქნება ცხარე არ ვიცი. არა იყოს. ეს. ჩემო კარგებო, რა მინდა გითხრათ ახლა? მე რო დამცინო და ეს ადამიანი რა ვიცი ვინც დამცინა და ატეხა ჩემს და უბრალო პიცა გააკეთა ეს რა არის საქართველოში ხართ ამბიციური ხალხი ყველაფერი ბლომად გინდათ რომ მოაყაროთ სულ უყურებ ახლა რამდენი შეხვედრებში პიცერიაზე პირდაპირ ლაივები სულ უბრალო პიცებს აკეთებ ტომატს წავსმევენ ყველს დააყრიან თან ეს რო გადის იმაში გამოძახებით უცხოეთში ერთ-ორ ფოთოლს მოადობენ, всё გავიდა. მეორე პარტია ესეთი იმას ერთი ძეხვი მოაყარე. მეტი არაფერი, რაც აი ნებისმიერ რამე შეიძლება გააკეთო პიცა. გინდა ცოტა დაამატე რამე ინგრედიენტები, გინდა ბევრი. ეგ არის ადამიანის გემოვნებას. ეგ რა დასაცინია ჯერ ინცესტ. და საშუალებაზეც აგიბე. მე ის საშუალებაც მაქვს ისე ვაკეთებ და გამოდის გემრიელი. ვინც ხას დაცინის, ის საკუთარ თავს დაცინისო. უადრო და მას გახდის ღმერთი დასაცინს.
მაგაზე რომ ადამიანს დაცინებს საერთოდ. მე შეზე შეძლებული ვარ და ნახე რამ სუყეს ვაკეთებ. არც ოკოიანი მიყვარს და არც იმიანი რა ქვია მაიონეზიანი. მაიონეზის ისე უნდა უცარო რომ არ ეტყობოდეს შევიდან მოდობილი არ მიყვარს. აი უკეთესად დაიჭერა ახლა. არ შეიძლება საქართველოში ძალიან თავი მოგვაქვს ყველაფრით რა. როგორი ისინი დავჭერ კვალებად. ადამიანის დამცირება და დაცინვა გვახალი მიგცემს ბედნიერს ღვთის. ვინც ხალხს დაცინის, ის საკუთარ თავს დაცინის. ვინც კაცის თვალში დადაბდესო, ის ღმერთის თვალში ამაღლდეს. ეს არ დაგვავიწყოს. ამაღლდებაო. ეს არ დაგვავიწყოს ჩემო კარგებო. რამდენი რამე დავჭერ. წითელი ბურგარული, მწვანე წიწაკა, პომინდორი. კიდე მაგ წიწაკა. ეხლა ეს დამჭირდება, ან დამჭირდება, არ ვიცი, მაშინ მაქვს. ეხლა ეს ისე დავაყენე კიდე რომ მე არ ვჩვარ. რა ვიცი, აქ ადგილიც არ მაქვს და ამ დასადობით ხერი ვერ ნახე რა, არ ჩანს არაფერი. მოკლედ რა ვიცი, მე ყველა მეორე იმას აღნიშნავს რომ ხელაფასებია საქართველოში როგორ ვაცხოვრებენ, სულ უფრო და უფრო გაგვიჭირდეს და რა ვიცი, ვიღაცებს ძალიან ამბიციები აქვთ. მაგით იმის თქვა უნდა რომ ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ძალიან სუყერს ვაკეთებთ, რა ისე რა გააკეთე, შესაძლოა. საცურავი მართლა ის, ვინც მაგას ფიქრობს. იცი რა ცოტა მეტი რამე თუ დააყარე, ამიტომ ჩემზე მეტია თუ ისეთ უბრალო პიცებს აკეთებ რომ უყურებ რომ რა ვიცი. გინდა რაც გინდა ის დააყარე, რაც გინდა იმდენი უკენი კიდე. აი უბრალოდ გამოძახებით რო კეთდება და ისინი იყო გუში რამდენი შემოდა. თვალებს არ უჯერებთ ისე უბრალო პიცებს აკეთებ. ისეთ არაფერი ზეცეთ მეტი იყო კერა და ყველს დაითვიდი მგონია ისე მოაყარა. ფანტასტიკი. ამიტაც კაი გამოვა. კი ეს არ არის მაინდამენ ტვიცის ცომი, მაგრამ ამიტაც ძალიან კარგი გამომყავს რო გამოვაცხობ. მე მაქვს ერთი გაკეთება რომ გავაკეთე. ამაში ფოტო გადავუღე, მაგრამ ახლა ჩემ ტელეფონზე რანაირად გაჩვენოთ როგორია და ამას ახლა ვიდეოს გადავუღებ. როგორიც გამოვა ისეთია. თავარია ჩვენთვის არის გემრიელი ძალიან ახლა. სხვისი აზრი და დამცინავი ადამიანების აზრი ნაკლებად მაინტერესებს. უკვე დიდი ხანია. ასე იახშარონა უკვე ცხელი. ამაზე უნდა მოვასწრე ქაღალდზე არ ვაცხო. ქაღალდს არ ვქი. მეორე რო ის მექნებაზე კიდე ხო შეიძლება.
ხელით დამისვარა. ტომატს უსვამე. ერთი ისეთი პიცაც ვნახე, ის იყო ზამთრის ძეში ჩაწყობილ ბულგარულ სვინაქავი, აი ბულგარული იყო დებული და ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული, ფათაშობს მიარ დამისნი, მაგრამ შეხედულება ქონდა უგემრიელეს. ეს შეხედულებით რო გადავწყვეტ, რომ რა იქნება მოჭველი ისეთი ეხლა ვდები ის როგორ უყვარს ისე ყველაფერს დავდებ უხვად ასე შემოკარგება. ძეხვი არ მაქვს, რა იმასაც უზამდებ ნორმით, მაგრამ ჩემთან ძეხვიანი არ მაინც არ მაქვს და არც ასასარგებლო. ეგეც არ არის პრობლემა. ეხლა ის გამოვაცხობ და გაჩვენებთ, როგორ გამოვაცხობ. ჯერ ქვევით წვა, მერე ზევით. ესენი წავა გახდა რეცხებში და ერთი წუთით. ჩავალბობ. მოკლედ ასე შემოგვარგებ. ეს წაკარქილოს და ეს თევზიც გასარიცხებში. ეხლა ჩვენ რა გვინდა? ეს ქვილი იმდენი დარჩევით, ეს სუფთა ქვილი გადასაყარი არ არის. ისე გაძლიერდა ყველაფერი. სუფთად. მე არ გვინდა. დანარჩენი წმინდა მოვა. გამოცხვა უკვე ჩვენი პიცა. აი შეხედეთ, არეყელი შიგ
არ გეგონოთ ცარიელი პური არ დავიღო. ჰეითერებს არ ეგონოთ ცარიელი. დავჭერი ამას. ამ წუთას გამოვიღე. როგორ მოპრაწულია ზევით. კიდე როგორ მეჩერებინა ყველა სულ დაიბრაწებოდა დაბრაწული უფრო გვიყვარს ჩვენ. მაშინ იყო სულ ზევიდან მოპრაწული, რადგან ზევითაც აქ იმას ცალ-ცალკე ბრთავდა, მე ძალიან იმაშვება. და სულ სხვანაირი ჩანს ხოლმე. კიდეებში უფრო დაბრაწულია ყველიც კი. აი სუნი ეგზამ თან წიწაკებიც უკენ წიწაკა ძალიან მოხდება. მოკლედ პიცა არის ის რაც გაქვს ის უნდა გავუკეთო ის ინგრედიენტები რა ვიცი რაც არის და ამ ეს ფუნქცია აქვს პიცას სხვათა შორის. გინდა ღარიბული გააკეთე, გინდა მდიდრული პიცა. ასე დავჭრათ. ლაივში დავჭრათ. არა ლაივი არ გვაქვს. ეს თემიდან გამოწერილი ის არის. საჭრელი და არც თუ ისე ცუდია. არც მაინდა-მაინც გადასალებია, მაგრამ ცუდიც არ არის. ვიგდი გიძელა. ეს ნაჭერი დავჭრათ ხოლმე. წვახელი. ესას ბავია რომ მაგარი თუჭავი ჭამეხვალ ღიელად. იო. სულ დიდი ნაჭერი. დავჭრი. ასე ჩემო კარგებო. ესე ხალხებს და გადასაკეთე. ეს დასავლეთ. აი მე ეს გემრიელად მიირთვით. ესე ჩვენი პიცა. ძალიან კარგი. ბევრი არაფერი ასეთ, მაგრამ რაც არის ძალიან კარგია და გემრიელი. შუადღეს მშვიდობისა. გუშინ და ცოტა გადაღებული და დღევანდელი ერთად იქნება აქეთ. ჭადი მაქვს გადაგზნებული, ჭაცვაც როგორ ხართ ამ სიცხეში. მშვიდობიანი დღე ყველას. დღეზე მაქვს დღეს. Sorry. Dombri. Tashivcu. Super. როგორ ხარ დაშვები. და ერთი ორ კომენტარს მინდა პასუხი გაქვთ. Pago davliye da მეორესაც. საბნეთ დავრეცხე და გამყიდე ხალხ. ის სანამ დაარებია. საღამობით უკვე ძალიან დილა საღამოს უკვე ძალიან სერიოზული სიგრილია. გარეთ. დავჭერ ბალკონზე.
უკვე ცოტა ისე ვეღარ მასიძამ, ცოტა რაღაცა მოცმა გინდა თუ ძალიან ისი გაწვია. ძალიან ხლად. მე ამდენი ის მათ მინდა. აი ის იყოს და უდებს დავამატებ. უდები შეცრად მოხდება. დილას აღამოს სერიოზულად გრილა უკვე. იყოს ესა. სიო დანარჩენ საბო. არის დავამატო. ერთი აქ ჩაეტევა და თამაიგის გამოცვლა მომიწევს ახლა, იმიტომ რომ დაამცხელა. გასთან მithmedes. ან მე რომ თაფაში როგორი აქ ავიცე. ადამიანის სახელი არ გახსოვს. კარგად და ის კითხა ხალი მაყურებელი ვარ შენიო და ოჯახში რამდენი ცხოვრობ. მე მშობლებთან ცხოვრობ ჩემო კარგო. მე დედა მამა და ჩემი ერთი შვილი, ერთი ბიჭი მყავს. ვარ მეუღლეს გაცილებული ძალიან დიდი ხანი. აი ასე, მოკლედ და კონკრეტულად. მეორე იყო პასუხი ხა გადაცემი რაღაცია, ცოტა რაღაცნაირად გამოუვიდა. გადატყავებული ეზოგა ხო რა არის ეს? ნუ ყველა ხედა რა არისო, ყველა უნდა თვითონ ეზოს მოხვეტვა, იმიტომ რომ მე ისეთ ადგილებში ვცხოვრობ. ყველა ამ ქუჩაზე დადის, აქედან დადის, თან სოფელია. და რა ვიცი, რომ თავ შეგეძლოს უნდა მოხვეტო, სისუფთავე დაიჭირო, თორე მე რეიტყვი, ანუ ეზოსაც არ ალაგებს, ხო? ხალხის ამბავი. ძალიან ცენტრალური ადგილია ჩვენი სოფელი, ძალიან ქალაქის სოფელი ვითვართ რა. ხო და რაც შეეხება ჩემი ეზოს, ჩემო კარგო, ბალახიანი, მოლა, ანუ მოლიანი არასდროს არ ყოფილა, ეს ასეთი ტიპის ეზო იყო, ყოველთვის პრიალა და კრიალა, უბრალოდ ხებით არის ჩვენი ეზო კარმიდა მოსავსე და იყრება ეზოში. ხო და ისე ფილა მოუხდებოდა ძალიან ჩემი ეზოს და არ გაწვალდებოდი, გადატყავებულია და ეგ ძალიან ცუდად გამოგივიდა, გადატყავებული რა შუაში ზოგი ეზო ბალახიანია, ზოგი ეზო ასეთი სუფთა და პრიალა, გადატყავებული არ არის, არასდროს არ ყოფილა ჩემი ეზო გადატყავებული. ესეთი ეზოებიც არის, არ ვიცი თქვენს არ ცხოვრობთ რა, ადგილას ყველგან ბალახი არ არის ყველა ეზოში. და რა ვიცი და ისე ნათქვამი გამოგიდა, შეიძლება არ გითქვია მას, მაგრამ რაღაცანაირად ხდება ადამიანი. ოღონდ რომ რაღაცა გადატყავებული ეზო გაქვს. ყველა დღე უნდა ეზოს დახვედა ფოთლებს. ყველა ორ დღეში ერთხელ ხვედა, ეხლა იმიტომ რომ ძალიან სიცხეებია და ან როგორც წამოიწევდება, როგორც აკრილდება, მით უმეტეს რომ წვერი არ დაწევს, მაშინ უკეთესია გახდება. და თან წელს, იმიტომ რომ არის ესე უამრავ თან დაფნაც ხმელი ფოთლები ასე არასდროს ჩამოყრილა დაფნა ხომ არაწვანია, იყრება უაზროდ ხმელი ფოთლებით იფსება იქ ის ტერიტორია ეზო. მერე ფათმებით წინამ გამოდიან და იმაშუება ყრის და ძალიან ცუდად ჩავს თუ არ მოხერხე და წელს იმდენი რაოდენობის გროვდება, რომ არასდროს ვარ ყოფილა ეს დაფნის ფოთლების, იმიტომ რომ არის რადიაცია, ეს სიცხე კი არ არის, ეს არის რადიაცია, რაც არის შემოკარგებული. ხო და ამიტომ ეზოს სულ ჭირდება დახვეწვა და დალაგება. შეგვიძლია თუ არა. შეძლებით დაგვარაცხა, თქმა უნდა. ეს ბალახიანი ეზოს ძალიან რთული დასახვეტია, მე ფორჩხიც მესმის საშუალო სახასაკეთებელი ფორჩხისაც ხვეტავ და იმ ფოთლებში ბალახებში ძნელია მე ფორჩხიანი
ფოთლებით უყრია, ფოთლების დახვეტა იმაშიც ძნელია ძალიან ბალახებში. მაგ ძალიან დიდი სრული და ოდესმე არ ვიცი თუ მომახერხებ თუ შეძლო ჩემს ეზოში ლამაზი ფილა დავაგო წინამ განსაკუთრებით, მაგრამ თელეზოში მინდა სინამდვილეში აი რაღაცა ნაწილები რა თქმა უნდა მიწა დავუტოვო და დავაგო. თუ მეღირსება ეგოცხების ასრულება ძალიან ბევრი სრული და ოცრება მაქვს, მაგრამ ხოდა ჩვენ ქვეყანაში რთულია რამე აიხდინა. მე არ ზახვეთა გაჭირდება არ გადაწყაებული გამოჩნდებები მის თვალში ის კი არა ყოველთვის აი ბავშვობიდან სულდეს მონდა და რომ ჩემი ეზო ყველას მოწონდა აი ადგილობრივებსაც რა პატარა კოხტა ეზო გაქნა და ესეთი გქონდეს ჩვენ გადაწყავებული ეზო არავის არ უსწია ჩვენ თან იმას ბალახიანი ქონდა და ბალახიანი ეზო არ მოსწია იგაც ბალახი ქონდა ამიტომ ახსოვდა დაფიქრეთ უნდა რომ შემთხვევნებით უნებლიეთ რაღაცა ისე არ გამოდივიდეთ რა თქვა ას 4 დღეში დღეს 15-ია 4 დღეში ფერცალი ტრამა სანტანტოდან ესია აუცილებელი მე არ მაქვს სიმინდი მithumedas კი განახო თუ რა ისეთ სიმინდის ქონდა დათესილი ახმა იქნა მანამდე ერთ მოუხარში თუ გამაგდანა ის ძალიან დამაგდა და ტიტილის სოჭამს ხოდა იქამდე ვერანაირად ვერ მიაღწევ ერთი მოხარშო მიუს ხოდა ხეჭით ასწრედის სიმინდი რაც მექნება ის მექნება მე რა უშო სიმინდით ვარ იქნება მე ძალიან იყო, მაგრამ მე იქნება მაგერში ყანაში. ასე. ამის მე წავწოვ. ძალიან ცოტა ვანაწილე. აი გინდა. ორ დღეს უხაერობა მაქვს, მე გული მიწევს ახლა. უნდა ამას ხოლმე დავაცილე ესენი ერთმანეთს ვეკრობა რაც შეიძლება. შემოგარგებულ ამიდოდა მე თქო მაშინას დამავიწყე როგორ მოგწონთ ინდოელების გადაკეთებული ჟუჟუნას პრემა მე მგონი არა თუ ვერცია ხო? ისე ყველაფერს აპროცესებს ქართველები მაგრამ და კარგი ვერსია. სანაღი. ყმასნას. გილგატიტა. აი ფუთ. აი ძი. სუნელიტაგეს. ელირანსინდა მე. რაიმე ხილ დატეხავ ჩვენთან და რა ამბავი ფაროსთან და გაფუჭებული. 100 ხილში ერთი გული თუ მომვიდა დიზნი. ძალიან სიძვირია ხალხი, ძალიან პროდუქტებს არ აკლდება, არაფრის დიდე გასაკის არხული არ მაქვს. პამინდორს 3 ლარი გახდა, ისევე კიტრის 3 ლარი გახდა. იმიტომ რომ ადგილობრივებსაც ერთეულებს ერთეულებს, აი ვიცი, წყალს და რაღაცა, ხო? თუ შემოტანილებია კი. და ამას ავედი და მოვა რამდენზე ვარ, სულ ერთი ეს გამოვიცვალო და მოვა. ეს ჩემი შვილის მაიკა. მაიკს დაიწუნა, არ ჩავიცო მამას აწიო და რას უწუნებს ერთი ამფერს არ ვიცი ეს ახლებში ნაყიდი. სკოლაში იცრომდა რა ერთი წელი ჩაიცვა, მერე მომიძულა. სახში ჩაიცვით გული და არ ჩაიცვა და თავით მე შვენიერი. აი. გაიზა
უფრო დილას ჩავიცვის ახლა გავიწრე, იმიტომ რომ დილას შარი და სიგრილია და საღამოობით ვიცრომ უფრო მკლავია. გარეთ რომ დავжди ხოლმე. აი კია, მაგრამ უკვე რაღაცნაირი სიცივე მოყვება სიგრილეს. წელს აჩქარდა კიდე დროზე ადრე. არასდროს არ ყოფილა. არასდროს კი რაღაცა და ალბათ ადრე იყო და არ მახსოვს, მაგრამ მე რაც მახსოვს, ხო იძახდება ბისტორში. ფერითოლობაზეც აქ ჩვენთან იცოდეთ, არ ვიცი, ყინული ვარდება წყალში და მე იცისო, ამიტომ აგრილებაო რა, იცლებაო. მაინც ცხეები იყო, ვერ იგრძნობდი ვერაფერს. ნორმალური სიცხე იყო, ახლა ეს რო არის, ეს არის რადიაცი. ხო და ეხლა დააჩქარდა. ფერითოლობაზეც არ დავუწევ დაიცადა, მანამდე აგრილდა. ისეთი აგრილდა, რომ აი სიცივე მოყვება ნამდვილად. რა ვიცი. დროს გაუსწრო ყველაფერმა. ყველა იმას ამბობს, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის, აი ძალიან. ეს გადმოცაღები. დამეცინდუნე. აქცები მაქვს, დარეცხილები ასე შრება რა. უანაწეს უფრო უწევს. ჯერით არ არის კარგი. გამომხვა. კონები გაბუაჩებს უყარდა ძალიან თელი. ხშირად მის სახელს აი როცა აინარჩევით. მაგდა ყვა მის სახელზე. ეს უყარდა ძალიან თელი. კუთხებზე მოქვა. მე დიჩებდები უფრო. ძალიან კაი კაცი იყო ბაბუჩენი, ძალიან მაგარი და კაი კაცი იყო და სოფელშიც დაფარშებული იყო ძალიან. და ხუბურანი ჭადის საქმე ხუბურებს აქ არა მაღალი ტემპერატურა. ეს ამა ერთ პარას და ამას აქვს, ისიც ნაკლებად ვიყენებ, იმიტომ რომ დიდი ყურიანებს ვიგიზო რანაირად ვდავდებ. ეს ერთი ყავისა პატარა ფიტილი, ამას აქვს შედარებით კაი პარა რა, გაზის. ეს ისედაც არ ქონდა ამას და რაღაც ახლა ეთყობა გამოსაწმენდია კიდე. გლეთას გარეთაც ხიდა გადავიხო. მე ძალიან ცხელა. ერთი გემოგლობინზეც მინდა წავიდე გავიცნობო და გავიცი მე. ეგ მაინც მიძებს უფასობა. ხაერობა დამეწყო ძალიან. მე ხომ მითხრა იქ რომ ისო ჩემს ჭირდება ხაერის გამოცვლა, მაგრამ ვერ ვიცი. სექ შემაწუხა. მოაგრილდა ძალიან შემაწუხა. აქედე ჩამოვიდა. ერთი დღეს თუ ხაერობა მქონდა ისეთ დაწდებოდი რომ დავწავდი პირს ვეღარ ვწავდი შიგნით ვდებოდი ახლა და მე მეკი ცივი წყალის რა დავიწყე. ნუ მალე მას მომესულიერები შევოდი. აი მე ხალხს დააგვირდეს ჩემო კარგი ყაი ახალგაზრდობით უმეტესად ქალიც კაც ქუჩაში არის მარტო ლაპარაკობს და დაიჯერე ხშირად ჩემი მიჩნევია თავისთვის მარტო ლაპარაკობს მე დანერვოზებულია ხალხი რა ვიცი მე აქ ხუთას მენი აქ ტელეფონთან აიყო ხუთას დაკავშირებული და ვინმეს ლაპარაკება რაღაცა ისეთი მდგომარეობა საქართველოში მე არ ვიცი თავისთვის აპროტესტებენ რაღაც მედიან და უკვე
არ უფიქრებიან რომ სხვა ხედავს, აი რამდენიმე ამხელა მანძილს გადის და რაღაცას თავისთვის საუბრობს აპროტესტებს ადამიანს. ეს თაკი უნდა გადავიღო. გიჟიტი არ არის გავხდები. გიჟით არავინ არ გაქვს. მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე ამ ასეთი ის არის სიტუაცია საქართველოში, უკიდურეს საჭმელს აი რო იყიდი მეორე დღეს აღარ არის აქტიური. ყველა კი ვერ იყიდი, ვერანაირად ვერ ვიყიდით ჩვენ მაგალითად. ყველა დღეა დასაყიდენ ყველაფერი სოფელში და ქალაქში. ქალაქელობისგან არაფერი გვიძლია. ახლა ამას აქეთ გადმოვიტანეს და გადმოვიღებ ხელად და სიუჭადი არ გამოსხვა. შეიცვალება დღეს წავალ და საზამთროში ვიყიდ. მოვიტანი დღეს ნამცხვარი ვერადა ვერ გავაკეთე. ლიმონი არ დამინახია ყოველთვის ამომივარ და თავიდან ახლა დავწერო და როწავალ ვინს. ანუ მანამ რო გამომაწყო. წინა დღესაც რო გამოვაწყო ფერცვალების წინა დღეს, იმ დღეს მეორე დღეს აღარ იქნება და იმ დღეს მინდა გავაკეთო. მაშინ იმ დღეს გავაკეთე. იმიტომ რომ ჩემი თან აღარ იქნება უკვე და ლიმონი მინდა თუ ის ქენდი შოუ. ძალიან ჭირს ამ ლიმონის შოუს. კუხეც რო იყოს, კუხეც გამომაქვენ და კაია. ვარ გავაკეთე. იმე, გავიტანა მას და მოვა და ფუტკა. ეს იყო გაყინული სკუმბრია. უდევი ამაზე დავდეცალდები. გამოცხოვე მჭადი, გადმოვიტანი ამას, რო გაჩვენოთ. ეს უტო დაიბრაწოს, ხელი გამოვაწყე. დავდეხავ, ხოდა დაგვილდება და მე სპეციალურად ვაკეთებ აქ. ყველს დამწვავს ეხლა. ეს არ მიგეს ხარები. რამდენიმე ნაჭერად უნდა ერთი სულ მინდა გარდენიას უყურე რაღაცა ძველებურიო ჭაჭი გამოაწყენ კვერცხი და ეს კვერცხი მანამ იყო სუნელები ჩეკაზმული რა კარგად გიმრელად გაკეთებული და თუნდაც ჭაჭი აწყობდნენ და რო უყურე ვიდეოს მეც გავაკეთებ ოღონ პატარა ვერსიას მოვსინჯევ პატარა ტაფაზენებს თურმე ადრე ნადი როცა იყო ნაცი ძახდნენ ყანაში რომ მოიხმარდნენ ხალხს საჭმელი მიქონდა ჯერ იქ უნდა ეჭამათ და ესვენათ ყანას რომ მოტეხდნენ მერე სახში მოყავდათ სახში უშლიდნენ მაგიდას და ნადის ეძახდნენ მაგას ადრე ხიაში ეხლას ნადი ქვია ვინც არის ის და ესეთი მასო აკეთებდნენ და მე ასეთი ჩვენთან მაგალითად არ გამიგია და მის სოფელში თუმე ასე კეთდებოდა და ეგ ძველი რეცეპტია რაღაცა საჭმლის ხო და ჭაჭი გამომცხარი კვერცხი მაგას უფრო კეცი უნდა ვწინა ბუნებაში იმიტომ რომ გადაბა მასე ტაფაზე გადაბრუნება გიწევს და გადაბრუნება არ უნდა მოუწიოს ზევიდან კერცხდა მეორე მასე ჩვენთან შეშტის აფენდენ სუფთა შეშტის კერძზე და ზევიდან ნაკვერჩხალი უნდა მოიდოს და ეს კეცის ნაკვერჩხალში უნდა ჩაიდოს და ქვევით გადაბრუნების გარეშე და გამოცხოს ჭარი იქნება პური იქნება თუ რამე ღვეძები თუ რაც გინდა კეცე როცა აწყობ მასე არ მაქვს კეცი ჩვენ გქონდა ადრე კაი ხანს ვიყენებდით და მე დატყდა ეს კეცი და გავიდა ისიც ძველი იყო ძალიან კეცი გამომცხარი ჭადის გებას და დამავიწყებს ხო და ეგეთი ვერსია პირველად გავიგე იმიტომ რომ ჩვენთან აქეთ არის ცოდნიდა იქ ცოდნიათ მის სოფელში ეგრე ძველებური რეცეპტი ყოფილა რაღაც საჭმლის რა ეგეთი კვერცხი სუნელებში შეკაზმული ცოტა ბრომად უნდა კვერცხი ათქვეფილი კვერცხი ჭაჭი გამომცხარი ნახევარფენად ცოტა დაბლა უნდა სქელი რო არ დაიშალოს მერე
ხომ ავწყელებ, მე ამასაც დაასხამ, მე ცოტა ხელფენას ზევით ჭადის უნდა მოასწორო. ახლა ჭადის მოსწორება ძალიან ძნელია, ცომს კი მაინც მანამდე გააწყლებ და რაღაცა და ჭადის ის ძნელია სხვათა შორის. ის ცოტა უნდა მოვშრეს, მე რეკნაები და გამოაცხო. ტაფაში გააკეთენა და კეცი ცოტას არ გქონდნენ და კი გამოვიდეთ, კაი და ახლა გემოს მაინტერესებს მე არ ვიცი. პირველად გამიგი. მაგრამ კეცი იქნება კაი გასაკეთებელი, ისე ძალიან რთული იქნება. ძველებური საჭმლის რეცეპტები არის დღეს დელიკატესი.